მთავარი სალოცავი. მეორე სოფელ ფუტიეთში, მთავარ სალოცავთან, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაინგრა. და გავესაუბრები თავადან თოთოვან თოდრიას და თავადან მარე ყარჩვაძეს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ სოფელს არ აქვს იმდენი საშუალება სოფლის მოსახლეობას, რომ ეს ყველაფერი თავის ხარჯებით გააკეთოს და აი ამიტომ ახლა ვთქვით, რომ საქართველოს ბანკში გაიხსნას ანგარიში და ეს შემოწირულობის სახით შევაწუხოთ ჩვენი ბიზნესმენები და მე მგონი ყველაზე კარგი საქმეა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. ფუტიეთი არის საეკლესიო სოფელი. იყო საეკლესიო სოფელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ემორჩილებოდა. არის ძალიან ბევრი ეკლესიების ნანგრევი, აი ვერც კი დაგითვლით. იყო მონასტერი, რომელიც აქ მოხუცებულ ხალხს ახსოვს, იმ მონასტერში ბერები რომ იყვნენ. მოგედა ეს ადგილი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. ნამდვილად მოითხოვს სერიოზულ შესწავლას. მე ვიცი, რომ თქვენ კიდევ დღესასწაული გაქვთ სულთმოფენობის. სულთმოფენობის დღესასწაული გვაქვს, რომელიც დაკავშირებულია თვითონ ეკლესიის სახელთან, იმიტომ რომ ეკლესია ჩვენი არის ერთადერთი საქართველოში თუ არ ვცდები სულთმოფენობის სახელობის. და აი ამიტომაც სოფელი ყოველთვის დღესასწაულობს სულთმოფენობას. ფუტიეთი იყო, როგორ თქვა, ტრასა იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმავალი ბევრი რეგულისათვის. იმერეთში აქედან ჩვენი სოფლის გავლით გადადიოდნენ საჩხერეში, ცხენებით და ხარებით გადახონდა თუ რაიმე ქონდათ გადასატანი და იქიდან კი მიდიოდნენ მატარებლით საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით და 11 საათზე აი მოხუცებული ხალხისგან ვიცით 11 საათზე წირვას უსწრებდით აქ და აქ ზარი იყო ისეთი რომ აი იმ ზარს რომ დარეკავდნენ აქერალაზე ისმოდა. აი იმ ზარში იყო რამოდენიმე კილოგრამი ოქრო. იმ წონის ძალიან დიდი წონის იყო ზუსტად ვერ გეტყვით ახლა შევეკითხები აბა დედაჩემს და რა არ ვიცი 1 15 თუ 20 კილო ოქრო იყო რომელიც შეწირა აი ამ